დღეს უკვე ხო აღმოხდა მათ ივანიშვილის ერთ-ერთი პაიქს რომ ხო დიდი იმედიც ნუ გვექნებაო. ხო, მარიონეტი ვისი მარიონეტი? ხო, რუსეთის მარიონეტი. ანუ ამერიკელებისათვის არანაირი ილუზია არ არსებობს. გინ ტრამპი იყოს პრეზიდენტი და გინ დემოკრატების კანდიდატი ყოფილიყო. ამიტომ ბუნებრივია, ესენი ხო აბსოლუტურ ტყუილში არიან. საკუთარ თავს ატყუებენ თუ ვის ატყუებენ. საბოლოო ჯამში მოტყუებულები თვითონ დარჩებიან და რჩებიან კიდეც. ჯერტი ესეც როგორი ცინიზმია, ხო, ხალხი რომელიც ლაპარაკობს, ანუ მთელი ეს მდინარაძები და კობახიძეები, რომ ვითომ და სუვერენიტეტი და ვითომ და ღირსება და ვითომ და ჩვენა ყველანი ბრიუსელის ჭკუაზე დავდივართ, თვითონ ელოდებიან ქართველი ხალხის მიერ უღიარებლები ტრამპისგან აღიარებას. ანუ არავინ მათ აქ არ აღიარებს, არ დასავლეთი აღიარებს. ტრამპსაც როგორც ხავს ის ეჭიდებიან და ტრამპის აგერ თქვენ რაც დღეს ბრძანეთ და ეს განცხადებებიც ეს ამერიკის პოლიტიკაა. რანაირად შეიძლება ამერიკული პოლიტიკა იმგვარი იყოს, რომ რა ვიცი, ირანში სატირალში ჩასული კობახიძე და ჩინეთთან რაღაცნაირად მლიქუნელობის რაღაც არაწარმატებული მცდელობის პირობებში ტრამპთან რამე მოახერხოს ივანიშვილმა. შეუსაბამო აქციებიც ნახეთ და ვიცით რომ შეთანხმებული არის ტრამპის ადმინისტრაციასთან ბაიდენის ცხადია, იმიტომ რომ თავარი აქ სინამდვილეში მთელი მსოფლიო გვიყურებს ჩვენს. ჩვენ აქ რაზეც ვლაპარაკობ თუნდაც ახლა ხომ თავარი არის ქართველი ხალხის ბრძოლა. აი ეს ხალხი ახლა ქუჩაში რო არ იდგეს, მარშები რომ არ იყოს, პროტესტი რომ არ იყოს, ბუნებრივი არ იქნება არანაირი ასეთი აღტაცება საქართველოსი და საქართველოს ხალხის ბრძოლით თავისუფლებით. თავარი საქმე ჩვენი გასაკეთებელი და გავაკეთებთ კიდეც. სხვათა შორის ბატონო არ შემიძლია არ ვთქვა რომ ის რასაც ქართველი ხალხი აკეთებს ახლა ამდენი არც ერთ ქვეყანას ევროინტეგრაციისთვის არ უბრძოლია, არ გამოუხატავს ასეთი მზადყოფნა. ხო, ჩვენ ვხედავთ რომ თავდაუზოგავად იბრძვიან ქართველები იმისთვის რომ ჩვენთვის გაიღოს ევროპის კარი. მე კითხავთ ასევე პრეზიდენტის როლზეც და ბიძინა ივანიშვილს თავაზობს შეხვედრა სალომე ზურაბიშვილი. გაბედავს თქვენი აზრით იმანიშვილი დაუჯდეს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფალს სალომე ზურაბიშვილს. სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ აძლევს შანსს. ბუნებრივია, კულტურა, ხო, სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს ევროპული პოლიტიკის კულტურას. ესენი ველურები არიან ახლა ივანიშვილს რამე რო შეეძლოს და ლაპარაკი რო შეეძლოს და რაღაცა სააზროვნო სივრცეში შემოვიდეს, აბსოლუტურად სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი. ცხადია, ეს არანაირი აზრი აღარ აქვს სინამდვილეში ივანიშვილი საწავა და საწამოა. ივანიშვილის ამბავი დასრულებულია და პირველ რიგში იმიტომ რომ ქართველ ხალხს ის აღარ უნდა და ქართველი ხალხის ბრძოლის, აი ესე თავგანწირული ბრძოლის გამო. მათ შორის თქვენი ბრძოლის გამოც. ნანუკა, იმიტომ რომ მართლა გუწმენად გეტყვით თქვენ რომ არა ჟურნალისტები და თქვენს, აი თქვენს პირადად ზოგჯერ არის ხო ადამიანები ვიღლებით, სიცივეში ვენაცვლებით ერთმანეთს, თქვენ რომ დაგინახავთ ხოლმე რომ თქვენ ქუჩაში ხართ, დგები და გამოვდივარ, იმიტომ რომ თქვენ ყველა ერთმანეთს ვდებთ ამ ენერგიას ბრძოლის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.